პრესკონფერენციას, რომელიც მიძღვნილია საქართველოში არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას. ხვალ ევროპული პარლამენტი კენჭს უყრის რეზოლუციას საქართველოში არსებულ სიტუაციაზე და ჩვენ გვაქვს გამიზნული რომ განვიხილოთ რეზოლუციის შინაარსი მონება მომეცით წარმოგიდგინოთ პრესკონფერენციის მონაწილეები ეს არის ბატონი ნიკა გვარამია ახალი პარტიის დამფუძნებელი ზურაბ ჯაფარიძე ლიდერი და დაფუძნებელი პარტია გირჩის მამ ორმა პარტიამ შექმნა კოალიცია მიმდინარე არჩევნების დროს ჩემს მარცხნივ არის ჩემი კოლეგა დანიელ ჟალიმასი და ურმას პაიტი ჩვენ განვიხილეთ ეს რეზოლუცია და ის ალბათ უფრო დაწვრილების მოგიყვებათ ამაზე We don't see any reason to change our position on the situation in Georgia, which remains very worrisome. Georgia is in a deep political and constitutional crisis. So now, on the streets of Georgia, we see a lot of violence, a lot of persecution of opposition figures. ძალადობა ჩვენ მივიღეთ ინფორმაცია ჩვენი ქართველი კოლეგებისგან და ისინი ამას დაწვრილებით მოყვებიან ჩვენ ყველას გვჭირდება ქმედება დიახ რეზოლუცია ხელშეუწყობს გარკვეული ქმედებების განხორციელებას მაგრამ საქართველოს ხალხი არ უნდა დარჩეს მარტო ქართულ ოცნების პირისპირ ეს არიან პოლიტიკოსები რომლებმაც შეცვალეს ქვეყნის კურსი და საქართველოს ხალხის ცხოვრება პირველ კომენტარს გააკეთეს ბატონი დანიელ ჟალიმასი დიდი მადლობა ძვირფასო კოლეგებო ბატონებო და ქალბატონებო მე ვიტყვი რამოდენიმე სიტყვას რომელიც დაკავშირებულია ხვალ მისაღებ რეზოლუციასთან და ყველაზე მნიშვნელოვანია anti-democratic forces, ეს არის ბრძოლა ანტიდემოკრატიული ძალების წინააღმდეგ from naming things in their true names and the most important ნამდვილად შევერქვათ ყველაფერს თავისი ნამდვილი სახელი authorities or governments that are established in breach of democratic electoral principles დაფუძნებულია დემოკრატიული პრინციპების დარღვევით parliamentary elections in Georgia were არის თქვათ მაგალითი ჩატარებული წინა საპარლამენტო არჩევნები და ჩვენ ვთავაზობთ ამ რეზოლუციაში გვაქვს ასეთი წინადადება რომ აწი საქართველოს განვიხილოთ როგორც მიტაცებული სახელმწიფო რომელიც მიტაცებულია ივანიშვილის რეჟიმის მიერ ეს არის ერთპარტიული პარლამენტი incompatible with any notion of pluralistული დემოკრატიის ცნებას არ representative of the Georgian people უკავშირდება consequently პარლამენტი უნდა წარმოადგენდეს ქართველი ხალხის არჩევანს და ამიტომ ეს პარლამენტი on continuing the policy of recognition of არ არის ლეგიტიმური Salome Zurabišvili ერთადერთი ლეგიტიმური ფიგურა საქართველოს მმართველობაში არის პრეზიდენტი ზურაბიშვილი და ჩვენ ვფიქრობთ რომ
აუცილებლად ეს უნდა იყოს ხაზგასმული ვთხოვ უმას რომ გააგრძელოს Glad and happy with the resolution which might come for the vote on Thursday. თქვენ კმაყოფილი ხართ იმ რეზოლუციით რომელიც ხვალ უნდა იყოს მიღებული არაფერი არ არის იქ სასიხარულო ესეთი რეზოლუცია უკვე ასეთი ტიპის რეზოლუცია უკვე მესამეა გასულ რამოდენიმე თვეში და ეს უკავშირდება real outcome from this situation it's იმას რაც ხდება საქართველოში ერთადერთი and free elections გამოსავალი ამ ვითარებიდან არის სამართლიანი და თავისუფალი არჩევნები და ამას მოუწოდებთ ამ რეზოლუციით ჩვენ პოლიტიკური პარტიები რომლებიც მუშაობდნენ ამ რეზოლუციაზე სხვა გამოსავალს ვერ ხედავთ from this political ეს ერთადერთი გზაა რომ ამ პოლიტიკური ჩიხიდან გამოიყვანოს საქართველო and if it is not happening in foreseeable future I mean და ეს თუ არ მოხდება უახლოეს მომავალში ნათელია steps closer European Union will happen because politically ნაბიჯები დაახლოებაზე ევროკავშირთან ვერ მოხდება when we speak about visa freedom for Georgian citizens visa თავისუფალი ვიზის რეჟიმი ეს იყო legal decision არა მხოლოდ პოლიტიკური არამედ იურიდიული და საკანონმდებლო გადაწყვეტილება very concrete legal conditions საქართველოს თავრობას თავაზობდით გარკვეულ პირობებს და საქართველოს თავრობა ამ პირობებს აღარ ასრულებს რაც ნიშნავს რომ ამ საკითხშიც უნდა გაერკვეს ევროკავშირი თუ საქართველოს ისევ გააგრძელებს იმ წინაპირობების არ შესრულებას რომელიც მას მიეცა როგორც კანდიდატის სტატუსის მქონე ქვეყანას present political regime დღევანდელი პოლიტიკური რეჟიმი საქართველოში მუშაობს იმისთვის რომ და შეიძლება გააკეთოს ყველაფერი იმისთვის რომ შეწყდეს საქართველოს მოსახლეობისთვის უვიზო რეჟიმი ევროკავშირთან იმიტომ რომ კიდევ ერთხელ ვიმეორებ ის არ ასრულებს თავის ვალდებულებებს ჩვენ ძალიან შეწუხებული ვართ და ვწუხვართ so-called laws in Georgia, იმ კანონებით also the actual behavior და არა მხოლოდ კანონებით, არამედ კონკრეტული ქმედებებით მთავრობის, რომელიც ნიშნავს using violation რომ violence ისინი იყენებენ ძალადობას მშვიდობიანი პროტესტანტების მიმართ, რომლებიც აფიქსირებენ თავის პოლიტიკურ პოზიციას ისინი ხსნიან ადამიანებს სამსახურიდან უშვებენ რომლებიც არ უჭერენ მხარს ქართულ ოცნებას so that it's not only political crisis but ეს არ არის მხოლოდ პოლიტიკური კრიზისი ეს ასევე არის კაფეო დარღვევა ადამიანის უფლებებისა what kind of Georgia და ძალიან მნიშვნელოვანია რომ გავიგოთ რა ტიპის საქართველო უნდა დღეს არსებულ საქართველოში პოლიტიკურ რეჟიმს რას ნიშნავს ეს როცა ხარ პირდაპირ რუსული გავლენის ქვეშ political and geopolitical situation well I actually see that the only მე ვხედავ რომ ერთადერთი გამოსავალი ამ პოლიტიკური და გეოპოლიტიკური სიტუაციიდან enlargement negotiations with European Union which unfortunately იყო თავის დროზე მოლაპარაკების დაწყება ევროკავშირთან გაფართოებაზე მაგრამ სამწუხაროდ საქართველოს დღეს არ არის ამით დაინტერესებული not doable under all these circumstances. და აი ამ ვითარებაში ეს ევროკავშირის მხრიდანაც არ არის რეალისტური და ამის გაკეთება შეუძლებელია
consensus of member ჩვენ states ასევე გვჭირდება ევროკავშირში კონსენსუსი გადაწყვეტილების მისაღებად და როგორც იცით 27-მა ქვეყანამ უნდა მისცეს ხმა მაგრამ ყავს ორი ქვეყანა რომელმაც შეიძლება ვეტო დაადოს გარკვეულ გადაწყვეტილებას მაგრამ rezolutsias ასევე 25 წელს ევროკავშირის აქვთ და ვალდებულება რომ შეუთანხმდნენ ერთმანეთს და ვფიქრობთ რომ ორი ქვეყანა უნგრეთი და სლოვაკეთი ვერ გააჩერებენ ევროკავშირის გადაწყვეტილებას და ასე ვთქვათ ესე იგი პირველი გამოსვლელი იქნება ზურაბ ჯაფარიძე მე დავიწყებ მადლობის გადახდით დიდი მადლობა რომ ქართველებს ასე უჭერენ მხარს ქართველები არის ეროვნება რომელსაც განიხილავდა ევროპას როგორც თავის სახლს თქვენ იცით რომ ახლანდელმა მთავრობამ მიიტაცა ყველა ინსტიტუტი სახელმწიფოს და ცდილობს რომ გადაახვევინოს ქვეყანას თავისი ევროპული გზისგან თქვენ იცით რომ მასობრივად გავიდნენ ქართველები ქუჩაში და მოითხოვენ თავისუფლებას დემოკრატიას და სათანადო ადგილს ევროკავშირში მაგრამ აქ ლაპარაკი არ არის მხოლოდ საქართველოს ევროპულ მომავალზე ეს არის მთლიანად კავკასიის ბედი თქვენ იცით რომ შავი ზღვა ასევე არის ძალიან მნიშვნელოვანი უსაფრთხოებისთვის ევროპის და ვფიქრობთ რომ თუ ევროპა დაგვიდგა გვერდში არა მხოლოდ ციტყვით არამედ საქმით იმისთვის რომ პასუხი ვაგებინოთ დე ფაქტო მთავრობას ერთადერთი სხვაობა ბელორუსს და საქართველოს შორის არის ის რომ საქართველოს ხალხი გადის ქუჩაში და ჩვენ ჯერ კიდევ გვყავს სამოქალაქო საზოგადოება მაგრამ რაც კი გააჩნია ბერკეტები ევროკავშირის ინსტიტუტებს ყველაფერი უნდა გამოიყენონ იმისთვის რომ საქართველოს ხალხის არჩევანი განხორციელდეს ქართველი ხალხი დარწმუნებულია რომ მისი მომავალი არის ევროკავშირი და არა რუსეთი დიდი მადლობა ეხლა სიტყვას ვაძლევთ ნიკა გვარამიას დიდი მადლობა რომ აქ დაგპატიჟე ყველაფერი ნათქვამია მე მინდა დავიწყო ჩემი სიტყვა იმით რომ მივმართო who represent Georgian people and who are not. მე მინდა გითხრათ ვინ არის ქართველი ხალხი და ვინ არიან მისი წარმომადგენლები ერთადერთი ლეგიტიმური წარმომადგენელი ქართველი ხალხის არის პრეზიდენტი ზურაბიშვილი ეს არის ქართული ხალხის მიერ მიღებული სიმართლე და ფაქტი საქართველო არის მზიამაღლობელი ჟურნალისტი რომელიც დააპატიმრეს და ის არის მძევალი ამ რეჟიმის მას 25th day or maybe more even 25 დღეა არის შიმშილობს იმიტომ რომ ის არა მხოლოდ თავისუფლებისთვის იბრძვის ის იბრძვის საქართველოს მომავლისთვის except hunger strike და მას სხვა იარაღია არ გააჩნია სხვა იარაღი ბრძოლის her torturer Mr. Tgebuadze, 3 years old guy,
who is head of 23 Batumi წლის police, ადამიანი, is რომელიც author წარმოადგენს of ბათუმის პოლიციას, tremendous disaster in ის Batumi. არის ავტორი His chief, ამ საშინელებისა. Ajara police chief, Grigol Veselia. გრეგოლ It's not ბესელია Georgia. Mzia is Georgia, Mr. Fico. არის Mr. ბათუმის პოლიციისა და ხელმძღვანელი და Young judge, ის არ არის Nino საქართველოს who sent Zia არის საქართველოს ახალი behind bars. It's not Georgia. ახალგაზრდა She is not მოსამართლე Georgia. Mzia რომელმაც is Georgia. მიუსაჯა Saba Spitaridze is Georgia. My party member საჟელი who was ის არ tortured. არის საქართველოს ზია არის საქართველოს Twice საბა beaten in police სვიდარიძე building. რომელიც პოლიტიკური მძევალია და Possibility to visit ძალიან toilet or this kind of different kind of buildings. ესე თქვა ძალადობრივად no medical გაუსწორდნენ care. და არ მიაწოდეს 2 weeks, no სამედიცინო medical care. Despite the fact he was დახმარება traumatized. 2 კვირის განმავლობაში. He is Georgia, Mr. ეს Fico. He არის is Georgia. მისტერ ფიცო, ეს No, არის he's not. საქართველო. Georgi Kamkhadze. და who tortured you ვინც არ არის, ეს არის with გიორგი other masked კამხაძე. guys, but კიდე he is ერთი recognized. შენიღბული He is not ადამიანი, Georgia. ის არ არის ქართველი. The judge who sent Saba instead of him. მოსამართლე, რომელმაც Judge, საბა გაუშვა ციხეში, she sent Saba behind bars. She is not Georgia. ის არ არის ქართველი, ის არ არის The second საქართველო. judge sending Saba კიდე ერთი behind bars. მოსამართლე, რომელმაც Leila გაუშვა Meridashvili, it's საბა not Georgia. But ციხეში, you ის supporting არ them. არის I'm pretty much ქართველი sure და that თქვენ Slovak უჭერთ people მას and მხარს. Hungarian people are და not supporting უნგრელები these არ უჭერენ cannibals. მხარს და სლოვაკები you, არ უჭერენ for some ასეთ reason, საქართველოს are მხარს. supporting them. მაგრამ თქვენ Not მას Georgian მათ people, უჭერთ ხალხს, but არა ქართულ torturers. ხალხს, არამედ მოძალადეებს. Usurpators and people და who იმ took over ადამიანის constitutional order in Georgia. რომლებმაც დაარღვეს So, all of საკონსტიტუციო our სასამართლო coalition heads, leaders, საქართველოში. ყველა Nikamelia, ლიდერი Elena Khoshtaria, Zura Japaridze, myself, მე თვითონ I'm Nika Gwaramia, მე ვარ ნიკა were გვარამია. behind bars in ყველა these few ვიყავით weeks ციხეში No one knows 1-2 why. კვირა მაინც. without even trial sometimes. ზოგჯერ Now when I'm სასამართლოს speaking here, გარეშე მე როცა Zura's დღეს wife ვაპარაკობ Has been ზურას approached by police. ცოლთან knocking უკვე on her მივიდნენ door, პოლიციელები on their door. რომლებიც კარზე No one knows აკაკუნებდნენ what they wanted. და My assistant, 25 years ago, Miranda, ჩემ was fined ასისტენტს 25 წლის 500 გოგოს მირანდას 5,000 lari, which is almost 2,000 euro. No one knows why. Even ლარით იყო court დაჯარიმებული procedures, ისე რომ without trial. არ Why? არ Because it's მოხდარა possible, სასამართლო according to პროცედურები new არ ჩატარებულა draconian laws of Georgian Dream, ეს არის to find კანონები people without საქართველოს trial, ქართული without court ოცნების procedures. ეს არის მათი მეთოდი დააჯარიმებონ what you are supporting, Mr. ადამიანები Fico, what you are ნებისმიერი supporting, Mr. სასამართლო პროცესების garaშე და I can enumerate not just politicians who are მე actually in your შემიძლია ჩამოვთვალო ის absolutely great პოლიტიკოსები რომლებიც უკვე არიან resolution. თქვენ რეზოლუციაში ჩართულები The real Georgia is ნამდვილი საქართველო არის Vepkhya Kasradze, Vasil Kadzelashvili, Sviat Tsetskladze, Nikolos Javakhishvili, Tornike Goshadze, Irakli Miminoshvili, Georgi Georgadze, Insaf Alievi, Andro Chichinadze, Onise Tskadadze, Guram Mirtsulava, Luka Jabua, Januar Chaya, Ruslan Sivakovi, Revas Kiknadze, Georgi Terashvili, Valeri Tetrashvili, Sergei Kukhatchuki, Irakli Kerashvili, Anzor Kvaratsxelia, Georgi Mindadze, David Lomidze, Temur Zasokhashvili, Saba Jikia, Guram Khutsashvili, Daniel Mumladze, Archil Museliansi, Lasha Chhaidze, David Khomeriki, Anri Kakabadze, Georgi Akhobadze, Nikolos Katsia, Anton Checheni, Tedu Abramovi, Mate Devidze, Anatoli Gigauri, Omar Okribelashvili, Georgi Okmelashvili, Saba Meparishvili, Georgi Kuchuashvili, David Koldari, Pridon Bubuteishvili, Irakli Meghvine Tukhutsesi, Andrei Rautbergi, Vaja Durglishvili, Ucha Abashidze, Maria Miashvili. Those
people. These people are Georgia. არიან საქართველო ისინი არიან ციხეში და ისინი წარმოადგენენ საქართველოს ხალხს ისინი არიან საქართველო და არა პროკურორები მოსამართლეები და პოლიციელები რომლებიც მათ აწამებენ და რომლებმაც წაართვეს ამ ახალგაზრდებს მაგათი თავისუფლება და თქვენ ხარს უჭერთ ბატონო ორბან და ბატონო ფიცო აი ამ კანიბალებს ეს არ არის საქართველო ისინი არ არიან ქართველები და თქვენ უნდა მხარი დაუჭიროთ ქართულს და ქრისტიანულ ფასეულობებს რასაც ჩვენ ველოდებით ამ რეზოლუციისგან რომ ის move forward with real მისცემს ევროპულ ინსტიტუციებს რომ მოიმოქმედონ მთავარი ტივი ნინო სამყურაშვილი ჟურნალისტ ნინო სამყურაშვილი მთავარი ტელევიზიიდან the question is the European Parliament ევროპული პარლამენტი are working European Parliament is supporting the Georgian people და ხარს უჭერს საქართველოს ხალხს და რომელიც ითხოვს სანქციებს Do you think that Brussels should do more? I mean the executive services. ევროპარლამენტი ხარს უჭერს საქართველოს ხალხს, მაგრამ რას ფიქრობთ ბრუსელზე? ბრუსელი ასევე უჭერს ხარს. Hungary and Slovakia are blocking or not ვიცით რომ უნგრეთი და სლოვაკია ბლოკავენ ამ გადაწყვეტილებას. Well, short answer is yes. It means that the branches of the European Union ევროკავშირის სხვა ინსტიტუტებიც უჭერენ საქართველოს მხარს ეს იქნება ევროპული საბჭო და ევროკომისია ევროპული კომისია on the basis of consensus. ვიცით რა პრობლემაა ევროპულ საბჭოში ეს არის ის რომ ყველა გადაწყვეტილება მიღებული იყოს კონსენსუსის საფუძველზე და ვიცით რომ უნგრეთი და სლოვაკეთი პრობლემას ქმნის ყველა დანარჩენი 25 ქვეყანა unilateral or bilateral relations ამყარებს ასე ვთქვათ ბილატერალურ ანუ ომხრივ ურთიერთობებს ეს ნიშნავს რომ 25-ვე სახელმწიფოს შეუძლია პირად გადაწყვეტილებით იგივე ზომები მიიღოს European Parliament's resolution which we're going to adapt tomorrow ჩვენ მივიღებთ ხვალ ევროპარლამენტის რეზოლუციას but also Commission now speed up because there is political solution და ევროკომისიაც დააჩქარებენ ამ გადაწყვეტილებას და მოუწოდებენ უნგრეთს და სლოვაკეთს რომ მე ვფიქრობ რომ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია რომ როცა მივიღებთ გადაწყვეტილებას სანქციების შესახებ first of all without involvement of the judiciary, of the law enforcement officials, prosecutors, all those fines, detentions, and arrests and imprisonments wouldn't be simply possible. It is very important that each ვერ განხორციელდება სამართალდამცავი ორგანოების და სასამართლოს გარეშე და ამიტომ ყველა პროკურორი და მოსამართლე ასევე უნდა გახდეს საგანი ამ სანქციების და მეორე რასაც ვფიქრობ ძალიან მნიშვნელოვანია კომისიამ უნდა იმოქმედოს ეხლავე დაუყოვნებლივ
previously assigned to the Georgian authorities ის თანხები, რომელიც იყო განკუთვნილი საქართველოს ავტომთავრობისთვის, გაანაწილოს საქართველოს დამოუკიდებელ მედიაზე და სამოქალაქო სექტორზე და ეს უნდა დაუყოვნებლივ გაკეთდეს. ჩვენ არ უნდა გქონდეს ილუზია, რომ საქართველოს ოცნება თვითონ მოაგვარებს ამ პრობლემას და ამიტომ ჩვენ გვჭირდება ქმედება. მე ვფიქრობ, რომ ბატონი ხერჩენსკი, რომელიც არის წარმომადგენელი ევროკომისიის საქართველოში, იქნება უფრო აქტიურად დაუჭერს ხმას საქართველოს სამოქალაქო საზოგადოებას. ჩვენ არა გვაქვს დრო, ჩვენ უნდა ვიჩქაროთ, იმიტომ რომ ქართული ოცნება, ასე ვთქვა და პოლიციური რეჟიმი ახდენს თავისი ძალაუფლების კონსოლიდაციას და ამას იყენებს საკუთარი ხალხის წინააღმდეგ. და ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ საქართველოს დავკარგავთ, არამედ ჩვენ პრინციპებსაც უღალატებთ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ პროგრამა კომისიის 20-25 წლის იქნება დაიწყეთ საქართველოდან და დაუჭირეთ იქ დემოკრატიულ პარტიებს. მე შემიძლია ერთი წინადადება დავამატო. მინდა დიდი მადლობა გადაუხადო და ჩემ კოლეგებს თბილისში, რომ არავინ არ თანამშრომლობს ქართულ ოცნებასთან, იმიტომ რომ მიუხედავად ჩვენი ვთქვათ განსხვავებებისას, ერთ რაღაცაში ჩვენ ვართ ერთიანი. ეს არის საქართველოს ევროპული მომავალი, ეს იქნება ეროვნული მოძრაობა, გახარიას პარტია და ლელო. ჩვენ ყველა ვფიქრობთ საქართველო უპირველეს ყოვლისა.